ამოცანა პირველი. მოცემული ჰქონდათ შპს-ა, რომელიც დაარსდა მიმდინარე წლის 1 მარტს და ამ შპს-ს მარტისთვის სამეურნეო ოპერაციები. პირველი ოპერაცია. პარტნიორმა საწესდებო კაპიტალის შესავსებად საწარმო საბანკო ანგარიშზე შეიტანა 4000 ლარი. მე მინდა ამ ამოცანის ამოსახსნელად ნაბიჯ გავყვე თქვენს პირობაში მოცემულ დავალების პუნქტებს, რომელთა შორის პირველი გვეუბნებოდა, რომ გაანალიზეთ თითოეული სამეურნეო ოპერაცია, განსაზღვრეთ მოკორესპონდენტო ანგარიშები და შეადგინეთ ბუღალტრული გადარება. გავაანალიზოთ ბატონო. ერთის მხრივ საწარმოს გაუჩნდა აქტივი ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშზე და ამისთვის ალბათ შეარჩევთ ანგარიშს 1200-ს, რადგანაც იზრდება ფული, ამიტომ დებეტი 1200, ხოლო საიდან მოვიდა ეს ფული წყაროს სახით, ჩვენ ალბათ მოვძებნით ელემენტს კაპიტალს, რომელშიც მოვძებნით 5150 ანგარიშს საწესდებო კაპიტალის შპს-ში და ისიც იზრდებოდა, ამიტომ პასიური ანგარიშის ზრდა გამოიხატება კრედიტით 4000 ლარი. დავალების მეორე პუნქტი გვეუბნება, რომ გახსენით ანგარიშების სქემებზე. ახლა ჩვენ გვჭირდება ორი ანგარიშისათვის სქემა. 1200 ანგარიში, რომელიც გახლავთ მუდმივი ანგარიში, საბალანსო ანგარიში, ამიტომ მას ექნება ნაშთი დებეტში. მართალია ჩვენმა საწარმომ ახლა დაიწყო არსებობა, მაგრამ მას მაინც გააჩნია ნაშთი და ეს ნაშთია 0. გვჭირდება ასევე სქემა 5150-ისათვის. ესეც მუდმივი ანგარიში გახლავთ, მაგრამ პასიური, ამიტომ მისი საწყისი ნაშთი იქნება კრედიტში. გადავიტანოთ პირველი ოპერაცია სქემებზე, ისევე როგორც მესამე პუნქტი გვეუბნება, მოკორესპონდენტო ანგარიშების მიხედვით და რიგითი ნომრის მინიშნებით. ეს ოპერაცია პირველი ოპერაცია. პირველი ნომრით წავა 4000 ლარი 1200 ანგარიშზე და მაშინ უნდა მოვნიშნოთ, რომ შევასრულეთ გადატანა და მეორე ჩანაწერი იქნება ისევ პირველი ნომრით 5150-ის ტესტ ფორმის სქემაზე და მაშინვე მოვნიშნავთ. მეორე ოპერაცია. 10 მარტს საბანკო ანგარიშიდან მიღებულია საწარმო სალაროში 200 ლარი. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ამ ოპერაციას ადვილად გაართმევთ თავს. მეორე ნომრით უნდა გადავიტანოთ სქემებზე, მაგრამ არა გვაქვს სქემა 1110 ანგარიშისათვის, ამიტომ გავხსნით მას ნაშთით დებეტში 0, მივიტანთ მეორე ნომრით ჩანაწერს და მაშინვე მოვნიშნავთ და 1210-ის ტეზეც მივიტანთ ჩანაწერს და მაშინვე მოვნიშნავთ. მესამე ნომრით საბანკო ანგარიშზე მიღებულია მოკლევადიანი სესხი. გაგვეზარდა ფულადი სახსრები, ანუ აქტივები და გაგვეზარდა მოკლევადიანი ვალდებულებები, საიდანაც ალბათ 3210 ანგარიში შეარჩიეთ. ეხლა ეს გატარება რომ მივიტანოთ სქემებზე, 1210-ისთვის კი გვაქვს ტესტ ფორმის სქემა, მაგრამ 3210 უნდა გავხსნათ, რომელიც პასიური ანგარიში გახლავთ, მუდმივი ანგარიშია და ამიტომ ნაშთი კრედიტში ექნება 0 და მივიტანოთ მესამე ნომრით, მოვნიშნოთ. მეოთხე ოპერაცია. საბანკო ანგარიშიდან შეძენილია ოფისის აღჭურვილობა 400 ლარის. საბანკო ანგარიშზე, ანუ აქტივების შემცირებულა ფულადის სახსრების სახით და გაიზარდა ოფისის აღჭურვილობა, ანუ გრძელვადიანი აქტივები ჩვენ საწარმოში, ამიტომ დებეტი 2160, კრედიტი 1210. 1210-ის ტე გვაქვს, 2160-ისათვის გავხსნათ. მივიტანოთ მეოთხე ნომრით და მონიშნა არ უნდა დაგვავიწყდეს. მეხუთე ოპერაცია. მომწოდებიდან მიღებულია ნედლეული და მასალები 2000 ლარის კრედიტში. ერთის მხრივ გაგვეზარდა აქტივი, მარაგი, მათ შორის უფრო ზუსტად ნედლეული და მასალები ანგარიში 1620, აქტიური ანგარიშისთვის ზრდა დებეტია და გაგვეზარდა ვალი, იმიტომ რომ კრედიტში შეძენა ნიშნავს, რომ ვალდებულება გაგვეზარდა მოწოდებიდან და მომსახურებიდან 2000 ლარი. არა გვაქვს სქემა არც ერთი, არც მეორე ანგარიშისათვის. ორთავისთვის გავხსნათ, აქტიური ანგარიშისთვის დებეტში ნაშთით, პასიური ანგარიშისთვის კრედიტში ნაშთით.
მივიტანოთ მეხუთე ნომრით. მეექვსე ოპერაცია. საბანკო ანგარიშიდან გადაერიცხა მომწოდებელს დავალიანების დასაფარად 1500 ლარი. ანუ მოიკლო ფულადასახსრება და შემცირდა დავალიანებაც. სქემები გვაქვს, ამიტომ პირდაპირ მივიტანოთ. დამთავრდა ოპერაციები და მეოთხე დავალება გვეუბნებოდა, რომ განაშთეთ ანგარიშები. გავანაშთოთ 1100 ანგარიში. ჯერ უნდა გამოვიყენოთ ბრუნვები. ბრუნვების დროს, რა თქმა უნდა, ჯამში მონაწილეობას არ ღებულობს საწყისი ნაშთი, ანუ მხოლოდ 200 ლარია ბრუნვა, თუნდაც საწყისი ნაშთი 0 არ ყოფილიყო, მაინც კრედიტში ბრუნვა 0-ია და საბოლოო ჯამში გამოგდის აქტიურ ანგარიშზე ნაშთი 200 ლარი, რომელიც გამოვიდა შემდეგნაირად. საწყის ნაშთს დებეტში ემატება დებეტის ბრუნვა, აკლდება კრედიტის ბრუნვა და რჩება ნაშთი დებეტში. ანუ 0 საწყის ნაშთს ემატება დებეტის ბრუნვა 200, აკლდება კრედიტის ბრუნვა 0 და რჩება ნაშთი დებეტში 200. ბრუნვა დებეტში 5000 ლარია, კრედიტში 2100 ლარია, საწყისი ნაშთი 0-ია, ემატება დებეტის მხარის ბრუნვა 5000, აკლდება კრედიტის მხარის ბრუნვა 2100 და რჩება ნაშთი დებეტში 2900. აი ასე გამოდის ნაშთები ყველა აქტიურ ანგარიშზე. აქტიურ ანგარიშებს არ შეიძლება დარჩეთ ნაშთი კრედიტში, მაშინ ელემენტარულად შეცდომასთან აგვაქვს საქმე. ახლა კი პასიურ ანგარიშზე. ბრუნვები ისეთნაირად გამოდის ისევ დებეტში 1500 ლარი, კრედიტში საწყისი ნაშთი არ მიიღებდა ბრუნვაში მონაწილეობას, რაც ციფრიც არ უნდა ყოფილიყო 0-ის ნაცვლად, ბრუნვა გამოვიდა 2000 და როგორ გამოდის ახლა ნაშთი პასიურ ანგარიშს. საწყისი ნაშთი კრედიტში 0, ემატება კრედიტის ბრუნვა 2000, აკლდება დებეტის ბრუნვა 1500 და ნაშთი რჩება კრედიტში, ამ შემთხვევაში 500 ლარი. ასევე გამოდის სხვა პასიურ ანგარიშებზეც ნაშთი, ისევე როგორც აქტიურ ანგარიშს არ შეიძლება დარჩეს ნაშთი კრედიტში, ასევე პასიურ ანგარიშს არ შეიძლება ნაშთი დარჩეს დებეტში. მეხუთე დავალება. მოამზადეთ საცდელი ბალანსი 2002 წლის 31 მარტისათვის. მე თვალსაჩინოებისათვის გადმოვიტან ყველა ტესტს, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ, თქვენ რა თქმა უნდა ეს პროცედურა არ დაგჭირდებათ და დავიწყოთ საცდელი ბალანსის მომზადება შეპესიაასათვის 2002 წლის 31 მარტის თარიღისათვის. საცდელი ბალანსი მოიცავს ინფორმაციებს ანგარიშის დასახელება, ნომერი ანგარიშის და დებეტის და კრედიტის სვეტები ნაშთების დასაფიქსირებლად. პირველი ჩავიტანოთ 1100 ანგარიშის ნაშთი. ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში, ანგარიშის ნომერი 1100, ნაშთი დებეტში 200 ლარი. შემდეგი ჩავიტანოთ 1200 ანგარიში. შემდეგ მასალების ანგარიში. შემდეგ ოფისის აღჭურვილობა. ახლა გადავიდეთ პასიური ანგარიშების შეტანაზე. მათ როგორც ხედავთ, ნაშთები აქვს კრედიტში. $3200 ანგარიშიც შევიტანოთ და დაგვჭირ ბოლო ანგარიში 5150. ახლა ჩვენ უნდა დავაჯამოთ დებეტებისა და კრედიტების ბრუნვები და თუ მათი ოდენობა ერთმანეთს დაემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ტექნიკური შეცდომა არსად არ დაგვიშვია. ამ შემთხვევაში წარმატებით დასრულდა საცდელი ბალანსის ბოლო ოპერაციაც და ამით ჩვენი ამოცანის განხილვა დამთავრებულია.